90-იანი წლები და ეს მიწისქვეშა გადასასვლელი როდესაც აშენდა, ჩვენ შევეცადეთ, რომ ფაქტობრივად ეს იყო ძალიან ისეთი ძიმე ესთეტიკა და რაღაც ეს მიგვეცა რაღაც ესეთი იერსახე რა, გაგვეახლებია ეს ყრუ ადგილები რა. და ფაქტობრივად ეს იყო პირველი ნაბიჯები საქართველოს, სადაც გაკეთა პირველად შეიქმნა ინსტალაციები, ნიშებში იყო ინსტალაციები წარმოდგენილი და ასე თქვა, ხა პროტესტი როგორ გითხრათ, უბრალოდ იყო ჩვენი დამოკიდებულება რა, რაღაც ახალი ესთეტიკის შემოტანა საქართველოში. კი, ეს შეიძლება ისეთი ძალიან ევროპაში ძალიან ისეთი ცნობილი ესეთი ესთეტიკაა, მაგრამ საქართველოში ესეთი მიდგომით არ კეთდებოდა და ამ პოზიციით არ ფიქსირდებოდა ნამუშევრები. აქ იყო ფაქტობრივად ჩვენი პოზიცია იყო მაშინ დაფიქსირებული, საბჭოთა სოციალისტის და საბჭოთა ესთეტიკის პროტესტიც კი იყო შინაგანად. ასე ვთქვათ, ხო, ეს შემიძლია გითხრათ, აქ მუშაობდა მამუკა ჯაფარიძე, მიმუშავა გია რიგვა, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მე. ხალხმა პრინციპში მიიღო ისე რომ იმიტომ რომ ძალიან ისეთი ძალიან ლამაზი იყო, გესმის და სასიამოვნო იყო ხალხო დადიოდა, იმიტომ ეს იყო მკვდარი ადგილი, ფაქტობრივად ეს მკვდარი ადგილი გავაცოცხლეთ. რეალურად ეს ადგილი გაცოცხლდა. ეს დავხატე აი ის ნამუშევარი შევდე, კიდე იყო რაღაც იქით, რომელიც უკვე დღეს აღარ არის და წაშლილია. აი გქონდა რაღაც ძალიან ისეთი დიდი ინსტალაცია იყო გაკეთებული ამ ნიშაში. და ოლეგ ტიმჩენკო მიგ ჩავატარეთ პერფორმანსი კოლმეოს მოედანზე ვიტრინებში ვიდექით. ორი მანიკენი ესეთი აქცია იყო, ჩავამტვრიეთ ვიტრინები და დავიწყეთ მოძრაობა რა. ფაქტობრივად ეს იყო ესეთი ომის პერიოდი და რაღაცა იქაც კი პროტესტი იყო და ფაქტობრივად რისკის ქვეშ ვიდექით, იქ არ ვიცოდით რა მოხდებოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგით რა. რეალურად უყურებ და არაფერი არ შეცვლე რა უნდა თქვა, არ ვიცი. აი ეს უყურებ კი რაღაცები კეთდება ახლა, ნუ ახლა დღეს რაღაც გახსნა არის, ალბათ ძალიან კაია რომ რაღაც ესე ცოცხლდება ეს ადგილი, მაგრამ რეალურად თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიცვალა რამე?